მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო, დღეს ვისაუბრებთ ახალ გამოსულ სერიალზე, რომელსაც ქვია მონსტრი ედ გეინის ისტორია. ეს სერიალი არის ედ გეინის ისტორიაზე დაყრდნობით, ან მართლა არსებობდა ესეთი პიროვნება. იგი იყო სერიული მკვლელი, ნეკროფილი, მეცენატი და ასე შემდეგ. ზოგს გონია, რომ ეს არის სერიალი დამოუკიდებლად გამოშვებული, თუმცა არის გაგრძელება ისეთი ისტორიებისა, როგორიც არის მაგალითად დახმერი რო გამოვიდა 2022 წელს და მეორე სეზონის გონია ძმები ვიღაცები, რომელიც დღეს გავიგე, როცა რაღაც ისტორიებს და ფოტოებს ვეძებდი ამ ვიდეოსთვის. ამ სამში ჩემი მტკიცე აზრით, ყველაზე ავადმყოფი არის ეს ვაჟბატონი, იმიტომ რომ მოკლედ კუდრებს არ აცდი და სიკვდილს. ესე მარტივად რო ვთქვა და Netflix-მაც გადაწყვიტა რომ მასზე გადაიღო ეს სერიალი. სამწუხაროდ ისეთი პერსონაჟები შთაგვაგონა ისტორიაში, როგორებიც იყო. პერსონაჟები რა არის ფილმები, ტეხასური ხოცვა მაგალითად. სამწუხაროდ რა ძალიან მაგარი ფილმია ტეხასური ხოცვა ბენზოხეხით, მაგრამ ზოგადად ისეთი პონტია რა. პირველ რიგში გეტყვით უარყოფით მხარეებზე, რატო არ უნდა უყუროთ ამ სერიალს. პირდაპირ რა თქმა უნდა სპოილერების გარეშე. უარყოფითი მხარეები ის აქვს, რომ სერიალი ცდილობს ეს პერსონაჟი დაგვანახოს თითქოს სუპერპლი არის და ცუდი ბავშვობა ჰქონდა და დედამის სცემდა და რაღაცებს უკრძალავდა და მოკლედ. აი საწყალი ედი როგორი რთული ბავშვობა გამოიარა და მერე რა და იქ რაღაც ემოციური მომენტებიც არის შიგადაშიგ, როცა ტირის საწყალი ედ გეინი ეს როგორ გააკეთა და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით საქართველოდან, სადაც ყველას თითქმის ცუდი ბავშვობა ჰქონდა. თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღამე გავიდეთ სასაფლაოზე და ვიღაცები ამოვთხართ. ეს პირველი ეპიზოდში ჩნდება, არანაირი სპოილერი არ არის. მეორე ცუდი მხარე ის არის, რომ ამ სერიალს ხვებთან ერთად ვერ უყურებთ. უნდა დაჯდე მარტო, შუქი უნდა ჩააქრო, უნდა გათიშო ყველაფერი და უნდა მოусვინო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიალოგი არის, თუ გინდა რომ ბოლომდე გაიგო რაზე არის და რას ბაზრობენ ვაფშე. მშობლებთან ერთად ყურება გამოირიცხა, მეგობრებთან ერთად, ძმაკაცებთან ერთად დალევის მერე ამის ყურება გამოირიცხა, რა გადარჩა. მარტო უნდა უყურო, მორჩა. შეყვარებულთან ერთადაც გამოირიცხა ამის ყურება. და რატო? არის ძალიან ბევრი საშინელი მომენტი, არის 1-2 ჯამპსკერიც. ჯამპსკერი რა. მოკლედ საზიზღრობები ხდება რა, გაიკვირდება და სერიულ მკვლელზე არის ეს სერიალი. შესაბამისად, სხვებთან ერთად ვერ უყურებ. ეგ არის მეორე ცუდი მხარე. დადებითი მხარეს რაც შეეხება და რატომ უნდა უყუროთ ამ სერიალს, თუ გიყვართ ისეთი ფილმები, როგორიც არის მაგალითად ალფრედ ჰიჩკოკის ის ძალიან მაგარი ფილმი, ნორმან ბეიტსზე, ან ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით, ოღონდ რა თქმა უნდა ორიგინალი ფილმი რაც არის 70-იანების და არა, ეხლა რო გამოვიდა რამდენიმე სრული სულელე. თუ ეგ ორი ფილმი მაგ ფილმის ვაიბები აქვს მოკლედ და ეგ პერსონაჟები შთააგონა რეჟისორებს, რომ გადაიღოთ ლეზერფეისი და ასე შემდეგ. ეს კაცი არის, ვინც შთააგონა მაგ ადამიანებს გადადება. ხო და თუ გევასებათ ეგ ფილმები, მაშინ გაგისწორდებათ ესეც. მეორე დადებითი ის აქვს ამ ფილმს, რომ ეს ადამიანი, ეს მსახიობი, ვინც თამაშობს ამის როლს, ჩარლი ჰანამი, ვისაც გაქვთ ანარქიის შვილები ნანახი, დაამუღამებთ, რომ საერთოდ სხვა ადამიანი არის ამ როლში. თავიდან მეგონა, რომ ჯეკ სტელერი ისეთი პერსონაჟია თან, რომ ძალიან ბევრ ფილმში გაყვა ამ ადამიანს რა მაგის ვაიბები. ყველგან თითქმის ჯეკ სტელერი იყო, ასე თუ ისე. ხო და მითხრებოდა, იმიტომ რომ მაგრამ მევასებოდა რაღაც პონჩი ეს მსახიობი. ხო და მეგონა, რომ ჯეკ სტელერი ჩრდილიდან ვერასოდეს გამოვიდოდა, თუმცა აი ამ სერიალით შეძლო ეს. ძალიან მაგრა თამაშობს და სავარაუდოდ ძალიან ბევრ ჯილდოსაც მოიგებს. შესაბამისად, თუ ეს მსახიობი გევასებათ ანარქიის შვილებიდან, მეორე დადებითი მხარე ის აქვს. ამ სერიალს ძალიან კარგად თამაშობს ეს ყმაწვილი ამ სერიალში. დახმერთან შედარებით, რომელიც არის პირველი ნაწილი ამ ტრილოგიისა, ამას აქვს ძალიან ცუდი შეფასებები. შეფასება რას ნიშნავს? ეხლა არიან კრიტიკოსები, ვინც არიცით, მეც არ ვიცოდი, ეხლა ვიცი. არიან კრიტიკოსები, რომლებიც რაღაც რო გამოდის, ჯდებიან, წერენ და აქვეყნებენ ამას. და მაგაზე დაყრდნობით მერე Rotten Tomatoes-ზე იდება, აუდიტორიის შეფასებაც არის, მაგრამ იდება მაგარია თუ არა 100 ბალიანი შეფასება აქვს რა. ამას აქვს საშინელი შეფასება. და დახმერის სერიალს აქვს ასე თუ ისე კაი შეფასება ორივე მხრიდან. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ეს ახალი გამოსულია, ალბათ მომემატება ოდნავ, მაგრამ პირადად მე ეს უფრო გამისწორდა ვიდრე დახმერი. და დახმერს რატო აქ აი აუდიტორიის მაღალი შეფასება ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ეს დახმერი შედარებით ახალი სერიული მკვლელი არის და მისი მსხვერპლის ოჯახები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და წარმოგიდგენთ რა დრამა გადაიტანეს, რომ დოკუმენტურ ფილმს უყურებენ თავის ოჯახის წერას როგორ ხოცავს ის ადამიანი. და ეს ედ გეინი არის, რავი, ძალიან ძველი მე-20 საუკუნის დასაწყისში. შესაბამისად, ისეთი PTSD არავის არ ემართება ესე პირდაპირ მნიშვნელობით ვინც უყურებს ამას. საბოლოო ჯამში იმას ვიტყვი, რომ სუსტი გულის პატრონებმა არ უნდა უყუროთ ამ სერიალს, იმიტომ რომ არის საშინელებები, ხდება საზიზღრობები და უბრალოდ არ გაგისწორდებათ რა. ხო, რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისაც ევასება ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით, ეს არის კუმირი მაგ რეჟისორის მიერ შექმნილი პერსონაჟისა. შესაბამისად, ვისაც ეგეთი რაღაცები უსწორდება, სერიული მკვლელები, ბენზოხერხები და სისხლები, მაშინ გაგისწორდებათ ეს სერიალი. ბოლოს ძალიან ფანტასტიკაში გადადის და რეალურ ფაქტებს შორდება, თუმცა ერთხელ საყურებლად ღირს.